როდესაც სოფიკო ჭიაურელის სახლში შევიდნენ, საძინებლის კარებზე აღმოაჩინეს ძველი ფოტოალბომი, რომელიც ოჯახის წევრებმა დამალეს და არასოდეს გამოაქვეყნეს. ამ ალბომში იყო სურათები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რასაც საზოგადოება იცოდა ამ ლეგენდარული წყვილის შესახებ. ფოტოებზე ჩანდა არა ბედნიერი ოჯახი, არამედ ქალი დამსხვრეული თვალებით, რომელიც ცდილობდა ღიმილს კამერის წინ, მაგრამ მისი ხელები ძრწოდა. ერთ სურათზე გადაღებულ 1965 წელს სოფიკოს მარჯვენა ხელზე ჩანდა ლაქა, რომელსაც მაკიაჟით ცდილობდნენ დამალვას. ვინ აკეთებდა ამ ლაქებს? რატომ ინახავდა სოფიკო ამ ალბომს ჩაკეტილ კარადაში? და რატომ, როცა კოტე მახარაძე ოთახში შემოდიოდა, ის ავტომატურად იფარებდა ამ გვერდებს? ახლობელი ადამიანები ამბობდნენ, რომ ეს არ იყო სიყვარული, ეს იყო ციხე, რომელსაც ოქროს ზოლები ჰქონდა. მთელი თბილისი საუბრობდა ამ რომანზე, როგორც საუკუნის სიყვარულზე, მაგრამ არავინ იცოდა, რა ფასი გადაიხადა სოფიკომ იმისთვის, რომ ეს ილუზია შეენარჩუნებინა. 1964 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისის თეატრალური სამყარო ელოდა პრემიერას რუსთაველის თეატრში, მოხდა რაღაც, რაც სამუდამოდ შეცვლიდა ორი ოჯახის ბედს. სოფიკო ჭიაურელი იმ დროს უკვე იყო ცნობილი სახელი, მისი როლები გიორგი შენგელაიას ფილმებში აღფრთოვანებდა მთელ საბჭოთა კავშირს. ის იყო დაქორწინებული თავად შენგელაიაზე, რეჟისორზე, რომელმაც მას ვარსკვლავად აქცია. მათი ქორწინება ჩანდა იდეალურად, ორი ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ქმნიდნენ ხელოვნების შედევრებს. მაგრამ იმ გაზაფხულზე რეპეტიციების დროს სოფიკომ პირველად შეხვდა კოტე მახარაძეს, მსახიობს, რომლის ხმა ისე ჟღერდა, რომ ქალები კარგავდნენ გონებას. კოტე იყო უკვე 39 წლის დაქორწინებული ორი შვილის მამა და მისი რეპუტაცია იყო უმციკლო. მაგრამ როცა მან პირველად წაიკითხა მონოლოგი სოფიკოსთან დასწრებით, რაღაც მოხდა. თანამშრომლები იხსენებენ, რომ ჰაერი ოთახში გასქელდა, თითქოს ელექტრული დენი გაიარა მათ შორის. პირველი რეპეტიციის შემდეგ კოტე დარჩა სცენაზე და ითხოვა სიგარეტი, თუმცა არასოდეს უწევია. მისი ხელები ძრწოდა. გრიმიორმა, რომელიც იმ დღეებში მუშაობდა თეატრში და ახლა 50 წლის შემდეგ პირველად ლაპარაკობს, იხსენებს, კოტე იჯდა სარკის წინ და მხოლოდ იმეორებდა, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. მე ვკითხე, რა არ შეიძლება და მან მითხრა, მე ვარ დაქორწინებული კაცი, მე მყავს ოჯახი, მაგრამ ამ ქალმა რაღაც გააკეთა ჩემთან. მე ვუთხარი, რომ ეს გაივლის, მაგრამ კოტემ თავი გააქნია და თქვა, არა, ეს არ გაივლის. ეს არის წყევლა. იმავე საღამოს კოტე წავიდა სახლში და პირველად 20 წლის ქორწინების განმავლობაში არ შეეხო თავის ცოლს. ის იწვა ბნელში და ფიქრობდა სოფიკოზე, მის თვალებზე, რომლებიც ჰგავდა ღრმა ჭებს, მის ხელებზე, რომლებიც მოძრაობდა როგორც ფრინველის ფრთები. მან იცოდა, რომ ეს იყო დასაწყისი რაღაცისა, რაც მას გაანადგურებდა. სოფიკო იმ ღამეს ასევე ვერ იძინა. ის იწვა გიორგი შენგელაიას გვერდით, თავის ქმართან, რომელსაც უყვარდა და პატივს სცემდა და გრძნობდა, რომ რაღაც ირღვევა მის შიგნით. შენგელაია იყო კარგი ადამიანი, ნიჭიერი რეჟისორი, რომელმაც მას მისცა ყველაფერი, სახელი, როლები, სიყვარული. მაგრამ კოტეს ხმა, რომელიც ჯერ კიდევ ჟღერდა მის ყურებში, იყო რაღაც სხვა. ეს იყო ხმა, რომელიც ეძახდა მას არა როგორც მუზას, არა როგორც მსახიობს, არამედ როგორც ქალს, რომელიც დიდი ხანია დაკარგა საკუთარი თავი როლებში. სოფიკო წამოდგა საწოლიდან, მივიდა ფანჯარასთან და დაინახა თბილისის ღამისცა, რომელიც იყო სავსე ვარსკვლავებით. მან იფიქრა, თუ ახლა შევჩერდები, თუ აღარ დაუბრუნდები იმ თეატრს, შეიძლება ყველაფერი დარჩეს, როგორც არის. მაგრამ მან იცოდა, რომ აღარ შეეძლო შეჩერება. რაღაც უკვე დაიწყო, რაც იყო უფრო ძლიერი ვიდრე მისი ნება. მომდევნო კვირების განმავლობაში რეპეტიციები გახდა წამება ორივესთვის. კოტე და სოფიკო ცდილობდნენ არ შეხედონ ერთმანეთს, მაგრამ როცა მათი პერსონაჟები უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს სცენაზე, ჰაერი ხდებოდა ისეთი დაძაბული, რომ რეჟისორი ყვიროდა, რა ხდება თქვენთან? თქვენ თამაშობთ სიყვარულის სცენას, არა სიკვდილის სცენას. მაგრამ სწორედ ეს იყო, მათთვის ეს იყო სიკვდილის სცენა, რადგან ორივე იცოდა, რომ თუ ისინი ერთმანეთს შეეხებოდნენ, თუნდაც სცენაზე აღარ შეძლებდნენ გაჩერებას. თეატრის თანამშრომლები იწყებდნენ ჩურჩულს. ერთმა მსახიობმა, რომელიც მუშაობდა მათთან ერთად და ახლა ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, იხსენებს, ყველა მიცოდა, რომ რაღაც ხდება. კოტე კარგავდა წონაში, სოფიკო იყო ყოველთვის დაძაბული. ერთხელ რეპეტიციის შემდეგ მე დავინახე, როგორ დგანან ისინი კიბის საფეხურებზე, ერთმანეთისგან 2 მეტრის მოშორებით და უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს. არ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ უყურებდნენ. და მე გავიფიქრე, ეს არის ის, რასაც უწოდებენ განწირულ სიყვარულს.
1965 წლის მაისში, პრემიერის შემდეგ, როცა მთელი თბილისი საუბრობდა წარმატებულ სპექტაკლზე, მოხდა ის, რაც მოხდა. კოტე დარეკა სოფიკოს და თქვა, მე უნდა გნახო. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ 1 საათით და მერე აღარასოდეს. სოფიკო იცოდა, რომ ეს იყო სიცრუე, არ არსებობდა მხოლოდ ერთხელ მათთვის. მაგრამ მან თქვა კი. ისინი შეხვდნენ პატარა კაფეში ძველ თბილისში, სადაც არავინ იცნობდა მათ. კოტე შემოვიდა და პირველი, რაც მან თქვა იყო, მე ვანადგურებ ჩემს ოჯახს შენი გამო და მე ამას ვაკეთებ ღიმილით. სოფიკო დაიწყო ტირილი, არა იმიტომ, რომ სინანულით იყო სავსე, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, ის ასევე ანადგურებდა საკუთარ ოჯახს. მათ იჯდნენ იმ კაფეში 4 საათი, ხელებს ეჭირათ ერთმანეთი მაგიდის ქვეშ და გეგმავდნენ, როგორ ეთქვათ თავიანთ მეუღლეებს სიმართლე. კოტემ თქვა, მე არ ვიცი რა არის ეს სიყვარული თუ შეშლილობა, მაგრამ მე აღარ შემიძლია სხვა ქალის გვერდით წილი. სოფიკომ უპასუხა, ეს არის ორივე, სიყვარული და შეშლილობა და ჩვენ ამისთვის გადავიხდით. როცა სოფიკომ უთხრა გიორგი შენგელაიას, რომ ტოვებს მას კოტე მახარაძისთვის, რეჟისორი პირველად არ დაუჯერა. ის იჯდა თავის კაბინეტში, სადაც კედლებზე ეკიდა ფოტოები მათი საერთო ფილმებიდან და იმეორებდა, ეს არის შეცდომა, ეს არის დროებითი გიჟობა. მაგრამ როცა სოფიკომ დაიწყო ნივთების შეფუთვა, შენგელაია მიხვდა, რომ ეს იყო სერიოზული. მან სთხოვა მას დარჩენა, დაპირდა, რომ შეცვლიდა ყველაფერს, რომ მისცემდა მას უფრო მეტ როლებს, უფრო მეტ თავისუფლებას. მაგრამ სოფიკო თავს აქნევდა და ამბობდა, ეს არ არის შენში საქმე, გიორგი. შენ ხარ კარგი ადამიანი, შენ ხარ ბრწყინვალე რეჟისორი. მაგრამ კოტესთან ერთად მეუგრძნობ რაღაცას, რაც მანამდე არასოდეს მიგრძნია. შენგელაიამ კითხა, რას გრძნობ და სოფიკომ უპასუხა, გრძნობ, რომ ვარსკვლავდები და ვიხრჩობი ერთდროულად. იმ საღამოს შენგელაია დარჩა მარტო თავის სახლში, რომელიც უეცრად გახდა ძალიან დიდი და ცარიელი და დალია ღვინო, რომელსაც არასოდეს ეხებოდა. მან იცოდა, რომ დაკარგა არა მხოლოდ ცოლი, არამედ მუზა, რომელიც აძლევდა მას შთაგონებას. კოტეს ოჯახში სკანდალი იყო კიდევ უფრო საშინელი. მისმა ცოლმა, როცა გაიგო სიმართლე, გააკეთა რაღაც, რაც მთელმა თბილისმა გაიგო 1 დღის განმავლობაში. მან წავიდა თეატრში, სადაც კოტე რეპეტიციას ატარებდა და ყველას წინაშე დაარტყა ხელი სოფიკოს. ის ყვიროდა, შენ მოიპარე ჩემი ქმარი, შენ გაანადგურე ჩემი ოჯახი, შენ ხარ მეძავი. სოფიკო დგას და არაფერს ამბობს, მხოლოდ ცრემლები მიედინება მის ლოხებზე. კოტე შეეცადა დაეცვა სოფიკო, მაგრამ მისმა ცოლმა მიმართა მას და თქვა, შენ აღარ ხარ ჩემი ქმარი, შენ ხარ უცხო ადამიანი. მაგრამ იცოდე, ეს ქალი გაგანადგურებს, როგორც გაანადგურა შენგელაია. ეს სიტყვები აღმოჩნდა წინასწარმეტყველება, თუმცა არავინ იცოდა მაშინ. თეატრის ადმინისტრაცია იძულებული გახდა გამოეძახა უსაფრთხოება, რათა გაეყვანა კოტეს ცოლი, რომელიც ისტერიკაში იყო. იმ დღის შემდეგ მთელი თბილისის თეატრალური სამყარო გაიყო ორ ბანაკად, ზოგი იცავდა სოფიკოსა და კოტეს, ამბობდა, რომ ეს იყო ნამდვილი სიყვარული, ზოგი კი მათ უწოდებდა ღალატებს და ოჯახების დამანგრეველებს. მაგრამ ყველაზე საშინელი ელოდა წინ. როცა სოფიკო და კოტე საბოლოოდ დაიწყეს ერთად ცხოვრება პატარა ბინაში თბილისის ცენტრში, რომელსაც კოტემ დაიქირავა, დაიწყო რაღაც, რაც არავის ელოდა, კოტეს ეჭვიანობა. პირველი ინციდენტი მოხდა 2 თვის შემდეგ, როცა სოფიკო უნდა გადაეღო სცენა სხვა მსახიობთან, რომელიც მოიცავდა კოცნას. კოტე მივიდა გადაღების ადგილზე, თუმცა არავინ არ უწევია და დგას კუთხეში, ხელები ჯიბეებში ჩაყრილი და უყურებს. როცა სოფიკომ უნდა აკოცა პარტნიორი, კოტე წამოვიდა და თქვა რეჟისორს, ეს სცენა არ არის საჭირო. შეგიძლიათ გადაიღოთ სხვაგვარად. რეჟისორმა უთხრა, რომ ეს იყო სცენარის ნაწილი, მაგრამ კოტე არ ისმენდა. მან უთხრა სოფიკოს, თუ შენ აკოცებ ამ კაცს, მე წავალ და აღარასოდეს დაბრუნდები. სოფიკო იყო შოკში. ის ცდილობდა ახსნას, რომ ეს იყო მხოლოდ როლი, მხოლოდ მუშაობა, მაგრამ კოტე იყო გაბრაზებული. საბოლოოდ რეჟისორმა იძულებული გახდა შეეცვალა სცენა, რათა თავიდან აეცილებინა სკანდალი. იმ საღამოს სახლში სოფიკო ჰკითხა კოტეს, რატომ გააკეთე ეს? შენ მაცირებ ყველას წინაშე. კოტემ უპასუხა, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ვნახო, როგორ ეხები სხვა კაცს, თუნდაც კამერის წინ. ეს მკლავს მე. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. კოტეს ეჭვიანობა იზრდებოდა თვითვეული დღით. ის იწყებდა კითხვებს, სად იყო სოფიკო, ვისთან ლაპარაკობდა, რატომ დაგვიანდა 10 წუთით. სოფიკო ცდილობდა მოთმინებით ეპასუხა, ახსნიდა, რომ იყო რეპეტიციაზე, რომ ლაპარაკობდა კოლეგასთან, რომ დაგვიანდა, რადგან ავტობუსი არ მოსულა. მაგრამ კოტე არ იყო დაკმაყოფილებული.
ის იწყებდა ყვირილს, ამბობდა, რომ სოფიკო ატყუებდა მას, რომ ის ფიქრობდა სხვა მამაკაცებზე, რომ ის ჯერ კიდევ უყვარდა შენგელაია. სოფიკო ტიროდა და ფიცდებოდა, რომ ეს არ იყო სიმართლე, რომ ის უყვარდა მხოლოდ კოტე, მაგრამ კოტე არ სჯეროდა. ერთხელ 1965 წლის ნოემბერში კოტემ გააკეთა რაღაც, რაც სოფიკომ არასოდეს დაივიწყა. მან გახსნა მისი ჩანთა, როცა ის იყო აბაზანაში და წაიკითხა მისი პირადი დღიური. იმ დღიურში სოფიკო წერდა თავის გრძნობებზე, თავის ეჭვებზე, თავის შიშებზე. მან წერა: მე ვუყვარვარ კოტეს, მაგრამ მისი ეჭვიანობა მკლავს. ზოგჯერ მე ვფიქრობ, რომ გავაკეთე შეცდომა, რომ უნდა დამერჩა შენგელაიასთან. როცა კოტემ წაიკითხა ეს, ის გაგიჟდა. მან დაიწყო ყვირილი და ამსხვრია ჩიქები, თქვა, რომ სოფიკო არასოდეს არ უყვარებია, რომ ის ჯერ კიდევ ოცნებობდა შენგელაიაზე. სოფიკო ცდილობდა დამშვიდებას, მაგრამ კოტე იყო გაკონტროლებელი. მან თქვა: თუ შენ მე არ მიყვარხარ, რატომ დატოვე შენგელაია? რატომ გაანადგურე ორი ოჯახი? სოფიკო ყვიროდა: იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ, შენ შეშლილო. მაგრამ კოტე არ ისმენდა. ის გავიდა ბინიდან და დაბრუნდა მხოლოდ გამთენიისას სუნთქვით, რომელიც ყნოსავდა ალკოჰოლით. მეზობლები იწყებდნენ საუბარს. ერთი მეზობელი, რომელიც ცხოვრობდა იმავე სადარბაზოში და ახლა 50 წლის შემდეგ პირველად ლაპარაკობს იხსენებს: ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც არ იყო კარგად. ღამით ვიგონებდით ყვირილს, ჩიქების ჩამსხვრევის ხმას. ერთხელ სოფიკო გამოვიდა სადარბაზოში და იჯდა კიბეებზე, ტიროდა. მე მივედი და ვკითხე, რა მოხდა და მან თქვა: მე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა რთული, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი. მაგრამ სოფიკო არ ტოვებდა კოტეს. ის რჩებოდა, იმიტომ რომ უყვარდა, იმიტომ რომ იმედოვნებდა, რომ კოტეს ეჭვიანობა გაივლიდა, იმიტომ რომ გრძნობდა, რომ თუ ახლა წავიდოდა, მაშინ ყველაფერი, ორი განადგურებული ოჯახი, ყველა ცრემლი, ყველა სკანდალი, იქნებოდა უაზრო. ის ფიქრობდა, თუ მე ახლა წავალ, მაშინ ყველა იტყვის, რომ მე ვიყავი მხოლოდ მეძავი, რომელმაც გაანადგურა ორი ოჯახი ჰეშისთვის. მაგრამ თუ მე დავრჩები, თუ მე გავუძლებ, მაშინ ყველა დაინახავს, რომ ეს იყო ნამდვილი სიყვარული. მაგრამ რა ფასი უნდა გადაეხადა ამ დამტკიცებისთვის? 1966 წლის დასაწყისში კოტეს ეჭვიანობამ მიაღწია ახალ დონეს. ის დაიწყო სოფიკოს თვალთვალი. როცა სოფიკო მიდიოდა რეპეტიციაზე, კოტე მიჰყვებოდა მას ქუჩაში, დგას კუთხეში და უყურებს. როცა სოფიკო ლაპარაკობდა სხვა მსახიობებთან, კოტე მოდიოდა და ერეოდა საუბარში, ამოწმებდა, რაზე ლაპარაკობდნენ. სოფიკოს კოლეგები იწყებდნენ თავის არიდებას, რადგან არ უნდოდათ კოტესთან პრობლემები. ერთმა მსახიობმა, რომელიც მუშაობდა სოფიკოსთან ერთად, თქვა: მე ვუყვარდი სოფიკო, ის იყო ნიჭიერი და კეთილი, მაგრამ მე ვერ ვუახლოვდებოდი მას, რადგან კოტე ყოველთვის იყო იქ, უყურებდა, აკონტროლებდა. ეს იყო საშინელი. სოფიკო იწყებდა კარგავდა როლებს, რადგან რეჟისორები არ უნდოდათ კოტესთან გარკვევა. ერთმა რეჟისორმა პირდაპირ უთხრა მას: სოფიკო, შენ ხარ ბრწყინვალე მსახიობი, მაგრამ მე არ შემიძლია შენთან მუშაობა, რადგან შენი ქმარი აქცევს გადაღებას კოშმარად. სოფიკო ცდილობდა ესაუბრა კოტეს, ეთხოვა მას შეეწყვიტა ეს, მაგრამ კოტე ამბობდა: მე ვაკეთებ ამას, რადგან მე მიყვარხარ. მე არ შემიძლია დაკარგო შენ, როგორც დავკარგე ყველაფერი სხვა შენი გამო. მაგრამ ყველაზე საშინელი ინციდენტი მოხდა 1967 წლის გაზაფხულზე. სოფიკო უნდა გადაეღო ფილმი სერგეი პარაჯანოვთან, ლეგენდარულ რეჟისორთან, რომელიც იყო მისი ძველი მეგობარი და რომელიც ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით. პარაჯანოვი იყო ცნობილი თავისი ექსცენტრულობით, თავისი გენიალურობით და თავისი ღია ადმირაციით ლამაზი ქალების მიმართ. როცა კოტემ გაიგო, რომ სოფიკო იმუშავებდა პარაჯანოვთან, ის გახდა ისტერიული. მან თქვა: შენ არ წახვალ. მე ვიცი, რა არის პარაჯანოვი, მე ვიცი, როგორ უყურებს ის ქალებს. შენ დარჩები აქ. სოფიკო ცდილობდა ახსნას, რომ ეს იყო უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ პარაჯანოვი იყო გენიოსი, რომ ეს იყო როლი, რომელიც შეცვლიდა მის კარიერას. მაგრამ კოტე არ ისმენდა. ის ამბობდა: თუ შენ წახვალ, მე დავტოვებ შენ. მე არ ვიქნები ქმარი, რომელიც ელოდება სახლში, სანამ შენ ხარ სხვა მამაკაცთან. სოფიკო იყო გაყინული. ის იცოდა, რომ თუ არ წავიდოდა, დაკარგავდა ამ როლს და შესაძლოა თავის კარიერას. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ წავიდოდა, შესაძლოა დაკარგავდა კოტეს. ის იჯდა იმ ღამეს და ტიროდა, ცდილობდა გადაეწყვიტა. საბოლოოდ მან გააკეთა არჩევანი, რომელიც მას დევნიდა დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში. მან უარი თქვა როლზე. მან დარეკა პარაჯანოვს და უთხრა, რომ ვერ იმუშავებდა მასთან. პარაჯანოვი იყო გაოცებული და გაბრაზებული.
მან თქვა, სოფიკო, შენ აკეთებ შეცდომას. შენ ანადგურებ საკუთარ თავს ამ კაცის გამო. სოფიკო იცოდა, რომ ის მართალი იყო, მაგრამ მან უკვე გააკეთა არჩევანი. იმ დღის შემდეგ რაღაც შეიცვალა სოფიკოში. ის გახდა უფრო მშვიდი, უფრო დამორჩილებული, მაგრამ ასევე უფრო ცარიელი. მისი თვალები, რომლებიც ოდესღაც ანათებდა ცეცხლით, გახდა მოწყენილი. ის აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა თამაშს, მაგრამ რაღაც დაიკარგა. მისი კოლეგები ამჩნევდნენ ამას. ერთმა მსახიობმა თქვა, სოფიკო იყო ჩრდილი საკუთარი თავისა. ის ჯერ კიდევ იყო ლამაზი, ჯერ კიდევ იყო ნიჭიერი, მაგრამ ის ცეცხლი, რომელიც მას აქცევდა, განსაკუთრებულად ჩაქრა. კოტე მეორე მხრივ ჩანდა კმაყოფილი. ის იყო მოიგო ბრძოლა, სოფიკო დარჩა მასთან, უარი თქვა პარაჯანოვზე, უარი თქვა თავის ამბიციებზე. მაგრამ რა მოიგო მან სინამდვილეში? ის მოიგო ქალი, რომელიც ნელ-ნელა კვდებოდა შიგნიდან, ქალი, რომელიც ღიმოდა მის წინაშე, მაგრამ ტიროდა აბაზანაში, ქალი, რომელიც უყვარდა მას, მაგრამ ასევე სცულდა მას იმისთვის, რაც მან მას აიძულა გაეკეთებინა. მაგრამ ყველაზე საშინელი კითხვა რჩებოდა უპასუხოდ, რატომ რჩებოდა სოფიკო? რატომ არტოვებდა ის კოტეს, როცა მისი ეჩვიანობა გახდა აუტანელი? ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს იყო სიყვარული, რომ სოფიკო ისე უყვარდა კოტე, რომ მზად იყო გაეტანა ყველაფერი. სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო სირცხვილი, რომ სოფიკო არ შეეძლო აღიარებინა, რომ გააკეთა შეცდომა, რომ გაანადგურა ორი ოჯახი უაზროდ. მაგრამ იყო კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა, რომ სოფიკო რჩებოდა, რადგან ის ეშინოდა. ეშინოდა იმისა, რომ თუ წავიდოდა, კოტე გააკეთებდა რაღაცას საშინელს, საკუთარ თავს ან მას. ერთმა ახლობელმა მეგობარმა, რომელმაც ესაუბრა სოფიკოს იმ წლებში იხსენებს, სოფიკო მითხრა ერთხელ, მე ვიცი, რომ თუ მე წავალ, კოტე მოკვდება. ის და მე მუქრა, რომ მოიკლავს საკუთარ თავს, თუ მე დავტოვებ მას. და მე არ შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი მის სიკვდილზე, როგორც უკვე ვარ პასუხისმგებელი ორი განადგურებული ოჯახისთვის. ეს იყო ციხე, რომელშიც სოფიკო თავად შევიდა, მაგრამ რომლის კარებიც კოტემ ჩაკეტა მის უკან. და ახლა 1967 წლის ზაფხულში, როცა მთელი თბილისი ლაპარაკობდა ამ წყვილზე, ზოგი აღფრთოვანებით, ზოგი საძაგლით, არავინ იცოდა, რა ხდებოდა იმ ჩაკეტილი კარების უკან. არავინ იცოდა, რომ სოფიკო ინახავდა დღიურს, სადაც წერდა, მე ვუყვარვარ კოტეს, მაგრამ მისი სიყვარული მკლავს. ზოგჯერ მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ არასოდეს შემხვედროდა ის. მაგრამ მერე ვიხსენებ მის ხმას, მის ხელებს და ვიცი, რომ მე ვერასოდეს შევძლებდი ცხოვრებას მის გარეშე. არავინ იცოდა, რომ კოტე ასევე ინახავდა საიდუმლოს, რომ მისი ეჩვიანობა არ იყო მხოლოდ სიყვარულის გამო, არამედ შიშის გამო. შიშის, რომ სოფიკო ერთ დღეს გაიღვიძებდა და მიხვდებოდა, რომ გააკეთა შეცდომა, რომ დატოვა შენგელაია, კარგი, სტაბილური, ნორმალური კაცი, ამ შეშლილი, ეჩვიანი, კონტროლის მოყვარული კაცისთვის. კოტე ეშინოდა, რომ თუ ის ერთი წამით შეწყვეტდა კონტროლს, სოფიკო გაიქცეოდა. და ამიტომ ის აგრძელებდა თვალთვალს, აგრძელებდა კითხვებს, აგრძელებდა სკანდალებს. რადგან მისთვის ეს იყო ერთადერთი გზა, რომ შეენარჩუნებინა ქალი, რომლისთვისაც მან გაანადგურა ყველაფერი. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლოთ ამ გზით გაგრძელება? რამდენ ხანს შეეძლო სოფიკოს გაეტანა ეს ციხე? და რა მოხდებოდა, როცა საბოლოოდ რაღაც გატყდებოდა, სოფიკოს მოთმინება, კოტეს კონტროლი, ან თავად მათი სიყვარული, რომელიც უკვე იყო დაჭრილი 1000 ჭრილობით? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი მოვიდოდა მალე, და ეს პასუხები იქნებოდა უფრო საშინელი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. მაგრამ ის, რაც მოხდა 1967 წლის სექტემბერში, არავინ ელოდა, თუნდაც თავად სოფიკო. ერთ დილას, როცა ის გაიღვიძა, ვერ შეძლო წამოდგომა საწოლიდან. მისი სხეული უბრალოდ არ ემორჩილებოდა. კოტე, რომელიც იმ დროს უკვე იყო გაღვიძებული და ელოდა მას სამზარეულოში, შემოვიდა საძინებელში და დაინახა სოფიკო, რომელიც იწვა უძრავად, თვალები ღია, მაგრამ სხეული გაქვავებული. მან დაიძახა მისი სახელი, მაგრამ სოფიკომ მხოლოდ თავი გადააქნია ნელა, ძალიან ნელა, თითქოს თავად ეს მოძრაობა აწამებდა. კოტემ დაურეკა სასწრაფო დახმარებას და 20 წუთის შემდეგ ექიმები უკვე იყვნენ მათ ბინაში. ის, რაც ექიმმა აღმოაჩინა, იყო შოკის მომგვრელი, სოფიკოს ჰქონდა სრული ნერვული ამოწურვა, მისი სხეული უბრალოდ გათიშა საკუთარ თავს, როგორც დაცვითი მექანიზმი. ექიმმა, რომელიც იმ დღეს მოვიდა და ახლა 50 წლის შემდეგ პირველად ლაპარაკობს, იხსენებს, როცა მე გავამოწმე სოფიკო, დავინახე ქალი, რომელიც იყო ფიზიკურად ამოწურული. მისი წონა იყო 52 კილოგრამი, თუმცა ის იყო 1,70 სანტიმეტრის სიმაღლის. მის ხელებზე იყო ძველი სისხლჩაქცევები, რომლებსაც ის ცდილობდა დამალვას გრძელი სახელოებით.
მაგრამ ყველაზე საშინელი იყო მისი თვალები, ისინი იყო ცარიელი, თითქოს ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო იქ უკვე წასულიყო. ექიმმა უთხრა კოტეს, რომ სოფიკოს სჭირდებოდა სრული მოსვენება, სანატორიუმი, შესაძლოა ფსიქიატრიული დახმარება. მაგრამ კოტემ უარი თქვა. მან თქვა, ის დარჩება აქ, ჩემთან ერთად. მე მივხედავ მას. ექიმმა სცადა დაარწმუნებინა, რომ ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ კოტე იყო კატეგორიული. მან არ უნდოდა, რომ სოფიკო წასულიყო სადმე, სადაც ის ვერ აკონტროლებდა მას, ვერ ნახავდა, ვისთან ლაპარაკობდა, რას აკეთებდა. მომდევნო 2 თვის განმავლობაში სოფიკო იწვა საწოლში, თითქმის უძრავად. კოტე უვლიდა მას, აჭმევდა, აბანავდა, აძლევდა წამლებს, რომლებიც ექიმმა დანიშნა. მაგრამ ის ასევე აგრძელებდა კონტროლს. როცა სოფიკოს მეგობრები მოდიოდნენ სტუმრად, კოტე იჯდა ოთახში და უსმენდა მათ საუბარს. როცა სოფიკო ცდილობდა დაერეკა თავის ძმას, კოტე იდგა გვერდით და აკონტროლებდა, რას ამბობდა. სოფიკოს ძმა, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში და იშვიათად სტუმრობდა თბილისს, ერთხელ მოვიდა და დაინახა, რა მდგომარეობაში იყო მისი და. მან სცადა ესაუბრა კოტეს, უთხრა, რომ სოფიკოს სჭირდებოდა პროფესიონალური დახმარება, რომ ის კვდებოდა ამ ბინაში. მაგრამ კოტე გააგდო ის სახლიდან. მან თქვა, ეს არის ჩემი ცოლი, ჩემი ოჯახი და შენ არ გაქვს უფლება ჩაერიო. სოფიკოს ძმა წავიდა, მაგრამ სანამ წავიდოდა, მან უთხრა სოფიკოს, თუ შენ გინდა წასვლა, მე წაგიყვან. მე გადაგარჩენ ამ კაცისგან. მაგრამ სოფიკომ თავი გადააქნია. ის თქვა, მე არ შემიძლია წასვლა. მე ვუყვარვარ მას და ის მიყვარს. ეს უბრალოდ არის რთული პერიოდი. მაგრამ მისი თვალები ამბობდა სხვა რამეს, ისინი ამბობდნენ, მე ვარტყვალ და მე აღარ ვიცი, როგორ გავიქცე. ერთი. ნელ-ნელა სოფიკო დაიწყო გამოჯანმრთელება, მაგრამ რაღაც შეიცვალა მასში უქცევადად. ის გახდა უფრო მორჩილი, უფრო მშვიდი, მაგრამ ასევე უფრო დისტანცირებული. ის აღარ ეჩხუბებოდა კოტეს, აღარ ცდილობდა ახსნას, აღარ ტიროდა. ის უბრალოდ ასრულებდა, რასაც კოტე ეუბნებოდა. როცა კოტე ეუბნებოდა, რომ არ წასულიყო რეპეტიციაზე, ის არ მიდიოდა. როცა კოტე ეუბნებოდა, რომ არ ელაპარაკა ამა თუ იმ ადამიანთან, ის არ ლაპარაკობდა. ის გახდა თოჯინა, რომელსაც კოტე აკონტროლებდა. მისი კოლეგები ამჩნევდნენ ამ ცვლილებას და შეშინდნენ. ერთმა რეჟისორმა, რომელმაც სცადა მუშაობა სოფიკოსთან იმ პერიოდში, თქვა, ეს აღარ იყო სოფიკო, რომელსაც მე ვიცნობდი. ეს იყო ჩრდილი მოჩვენება. ის მოდიოდა გადაღებაზე, აკეთებდა, რასაც ვეუბნებოდი და მერე მიდიოდა არანაირი ემოციის გარეშე. ერთხელ მე ვკითხე მას, სოფიკო, რა გჭირს, და მან მომიხედა ისეთი თვალებით, რომ მე გამიყინა სისხლი. მან თქვა, არაფერი მჭირს. მე ვარ ბედნიერი. მაგრამ მისი ხმა იყო ისეთი ცარიელი, ისეთი უსულო, რომ მე მივხვდი, ეს ქალი კვდება შიგნიდან. კოტე მეორე მხრივ ჩანდა კმაყოფილი. ის საბოლოოდ მოიგო, სოფიკო იყო სრულიად მისი, სრულიად კონტროლირებადი, სრულიად დამოკიდებული მასზე. მაგრამ იყო რაღაც, რაც აწუხებდა მასაც. სოფიკო აღარ უყურებდა მას იმ თვალებით, რომლებიც ოდესღაც ანთებდა ცეცხლს. ის აღარ ეხებოდა მას ისე, როგორც ადრე. ის აღარ ღიმოდა ნამდვილად. ერთ ღამეს, როცა ისინი იწვნენ საწოლში, კოტემ ჰკითხა სოფიკოს, შენ მიყვარვარ? სოფიკომ უპასუხა, დიახ, მიყვარხარ. მაგრამ მისი ხმა იყო ისეთი ბრტყელი, ისეთი მექანიკური, რომ კოტე მიგრძნო ყინული გულში. მან ჰკითხა, მაშინ რატომ არ მეხები? სოფიკომ თქვა, იმიტომ რომ მე დავიღალე. მე ძალიან დავიღალე. კოტე სცადა მის ჩაკრულება, მაგრამ სოფიკო უბრალოდ იწვა უძრავად, თვალები ღია, უყურებდა ჭერს. კოტე მიგრძნო რაღაც, რაც მანამდე არასოდეს იგრძნო შიში. შიში, რომ მან მოიგო ბრძოლა, მაგრამ დაკარგა ომი. რომ მან დაიპყრო სოფიკოს სხეული, მაგრამ დაკარგა მისი სული. 1962 წლის გაზაფხულზე მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. თბილისში ჩამოვიდა სერგეი პარაჯანოვი, ის რეჟისორი, რომლის როლი სოფიკომ უარყო კოტეს ეჩვიანობის გამო. პარაჯანოვი მოვიდა ახალი პროექტით და ის კვლავ უნდოდა სოფიკომ მთავარ როლში. მაგრამ ამჯერად ის არ დარეკა სოფიკოს, ის პირდაპირ მივიდა მათ ბინაში. როცა კოტემ გახსნა კარი და დაინახა პარაჯანოვი, მისი სახე გაწითლდა რისხვისგან. მან თქვა, შენ აქ რას აკეთებ? პარაჯანოვი, რომელიც იყო ცნობილი თავისი უშიშრობით და პირდაპირობით, უპასუხა, მე მოვედი, რომ ვნახო სოფიკო. მე მსმენია, რომ ის არის ავად და მე მინდა ვნახო ის.
კოტეს სცადა კარის დახურვა, მაგრამ პარაჯანოვმა ხელი შეუშალა. მან თქვა, კოტე მე პატივს გცემ როგორც მსახიობს, მაგრამ ის, რასაც შენ აკეთებ სოფიკოსთან, არის დანაშაული. შენ კლავ მას. კოტე დაიძახა, გადი ჩემი სახლიდან. მაგრამ იმ მომენტში სოფიკო გამოვიდა საძინებლიდან. როცა მან დაინახა პარაჯანოვი, მისი თვალები, რომლებიც იყო ცარიელი თვეების განმავლობაში, უეცრად აინთო. ის თქვა, სერგეი. პარაჯანოვი მიუახლოვდა მას და ჩაეხუტა. მან თქვა, სოფიკო, შენ გამხდარი ხარ. რა უკეთია შენ ამ კაცმა? კოტე იდგა და უყურებდა, როგორ ეხუტებოდა სხვა მამაკაცი მის ცოლს და გრძნობდა, როგორ იზრდებოდა რისხვა მის შიგნით. მაგრამ ის ასევე დაინახა რაღაც სხვა, დაინახა, როგორ შეიცვალა სოფიკოს სახე, როცა მან დაინახა პარაჯანოვი. პირველად თვეების განმავლობაში მან დაინახა ნამდვილი ემოცია მის სახეზე, არა მორჩილება, არა ცარიელობა, არამედ რაღაც, რაც ჰგავდა იმედს. პარაჯანოვმა უთხრა სოფიკოს, მე მაქვს როლი შენთვის. ეს არის როლი, რომელიც შექმნილია შენთვის. მაგრამ მე მჭირდება შენ ახლა, არა ის ჩრდილი, რომელიც შენ გახდი. სოფიკო დაიწყო ტირილი, პირველად თვეების განმავლობაში. ის ტიროდა და ეს ცრემლები იყო არასევდის, არამედ რაღაცის სხვა, შესაძლოა გათავისუფლების, შესაძლოა გაცნობიერების. კოტე ვერ გაუძლო. მან დაიძახა, გადი. გადი ჩემი სახლიდან, სანამ მე არ გავაკეთებ რაღაც, რისთვისაც მინანებს. პარაჯანოვმა მიუხედა მას და თქვა, კოტე შენ უკვე გააკეთე რაღაც, რისთვისაც უნდა გინანოს, შენ მოკალი ეს ქალი. შენ აქცია ისტყვედ. მაგრამ მერე მან მიუბრუნდა სოფიკოს და თქვა, მე დავტოვებ ჩემს ნომერს. როცა შენ მზად იქნები გაქცევისთვის, დამირეკე. მე წაგიყვან. პარაჯანოვის წასვლის შემდეგ კოტე და სოფიკო დარჩნენ მარტო. კოტე ელოდა სკანდალს, ელოდა რომ სოფიკო დაიწყებდა ყვირილს, დაიწყებდა ბრალდებას. მაგრამ სოფიკო უბრალოდ მივიდა საძინებელში და დახურა კარი. კოტე დარჩა სამზარეულოში, იჯდა მაგიდასთან და ფიქრობდა. მან იცოდა, რომ რაღაც შეიცვალა. მან დაინახა, როგორ შეხედა სოფიკომ პარაჯანოვს, ისე, როგორც ის აღარ უყურებდა მას. მან დაინახა ის ცეცხლი მის თვალებში, რომელიც ჩაქრა თვეების წინ. და მან გაიგო, პარაჯანოვი იყო საფრთხე. არა იმიტომ, რომ ის იყო მამაკაცი, რომელიც შეეძლო სოფიკოს შეყვარება, არამედ იმიტომ, რომ ის იყო მამაკაცი, რომელსაც შეეძლო სოფიკოს დაბრუნება ცხოვრებისკენ. და თუ სოფიკო დაბრუნდებოდა ცხოვრებისკენ, ის გაიგებდა, რა გახდა, ის გაიგებდა, რომ ის იყო ტყვე, არა ცოლი. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, არავინ ელოდა, თუნდაც თავად კოტემ. 1968 წლის ივნისში, ერთ საღამოს, კოტეს სახლში მოვიდა სამი კაცი. ისინი იყვნენ მისი ძველი მეგობრები, მსახიობები და რეჟისორები, რომლებთანაც ის მუშაობდა წლების განმავლობაში. მაგრამ ამჯერად ისინი მოვიდნენ არა სტუმრობით, არამედ სერიოზული საუბრით. როცა ისინი შემოვიდნენ, კოტემ შესთავაზა მათ ჩაი, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, რეჟისორმა, რომელიც იყო კოტეს ყველაზე ახლო მეგობარი, თქვა, კოტე, ჩვენ არ მოვედით ჩაის დასალევად. ჩვენ მოვედით, რომ გესაუბროთ სოფიკოზე. კოტე გაიმართა. მან თქვა, ეს არის ჩემი პირადი საქმე. მაგრამ რეჟისორმა გააგრძელა, არა, კოტე, ეს აღარ არის მხოლოდ შენი პირადი საქმე. მთელი თბილისი საუბრობს იმაზე, რასაც შენ აკეთებ სოფიკოსთან. ადამიანები ამბობენ, რომ შენ კლავ მას, რომ შენ აქცია ისტყვედ. კოტე დაიძახა, ეს არის სიცრუე. მე ვუყვარვარ სოფიკოს და ის მიყვარს. მაგრამ მეორე მსახიობმა, რომელიც იყო კოტეს ძველი პარტნიორი სცენაზე, თქვა, კოტე, სიყვარული არ არის ციხე. სიყვარული არ არის კონტროლი. ის, რასაც შენ აკეთებ, არის შიში, არა სიყვარული. ისინი იჯდნენ კოტეს სამზარეულოში, სადაც კედლებზე ეკიდა ფოტოები სოფიკოსა და კოტეს ბედნიერი დღებიდან, ფოტოები, რომლებიც ახლა ჩანდა როგორც მოჩვენებები სხვა ცხოვრებიდან. რეჟისორმა გააგრძელა, კოტე, ჩვენ ვართ შენი მეგობრები. ჩვენ გვიყვარხარ. მაგრამ ჩვენ ასევე გვიყვარს სოფიკო. და ჩვენ ვხედავთ, რასაც შენ აკეთებ მასთან. ჩვენ ვხედავთ, როგორ კვდება ის. და ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვუყუროთ ამას. კოტე იჯდა და უსმენდა, მისი ხელები ძრწოდა. მესამე კაცმა, ძველმა მსახიობმა, რომელიც იყო კოტეს მენტორი ახალგაზრდობაში, თქვა, კოტე, მე გახსოვხარ, როცა შენ იყავი ახალგაზრდა, როცა შენ იყავი სავსე ცხოვრებით და ნიჭით. მაშინ შენ არ იყავი ეს კაცი, რომელიც ახლა ხარ. რა მოხდა შენთან? კოტე დაიწყო ტირილი, პირველად წლების განმავლობაში. ის ტიროდა და ამბობდა, მე ვეშინია.
მე ვეშინია, რომ თუ მე შევწყვეტ კონტროლს, სოფიკო წავა. მე დავკარგე ყველაფერი მისთვის, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი რეპუტაცია. თუ მე ახლა დავკარგავ მასაც, მაშინ ყველაფერი იქნება უაზრო. რეჟისორმა მიუახლოვდა მას და ჩაუჯდა გვერდით. მან თქვა, კოტე, შენ უკვე კარგავ მას. ის, რაც ახლა არის შენთან, ეს აღარ არის სოფიკო. ეს არის ჩრდილი, რომელსაც შენ აკონტროლებ. მაგრამ ნამდვილი სოფიკო, ის ქალი, რომელსაც შენ შეუყვარდი, ის უკვე წავიდა. და ის წავიდა იმიტომ, რომ შენ მოკალი ის თავისი ეჩვიანობით, თავისი კონტროლით. კოტე ყვიროდა, მაშინ რა უნდა გავაკეთო? უნდა გავუშვა ის. უნდა ვუთხრა, წადი იმუშავე პარაჯანოვთან, იყავი სხვა მამაკაცებთან. მსახიობმა უპასუხა, დიახ, კოტე. სწორედ ეს უნდა გააკეთო. იმიტომ, რომ თუ შენ მართლა უყვარ ხარ სოფიკოს, შენ უნდა გინდოდეს მისი ბედნიერება, არა მისი პატიმრობა. მაგრამ კოტე თავს აქნევდა. მან თქვა, მე არ შემიძლია. მე ძალიან ვუყვარვარ მას, რომ გავუშვა. რეჟისორმა თქვა, არა, კოტე. შენ ძალიან გეშინია, რომ გაუშვა. ეს არ არის სიყვარული, ეს არის შიში. ისინი იჯდნენ იქ კიდევ 2 საათი, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კოტე, რომ შეეცვალა. მაგრამ კოტე არ ისმენდა. როცა ისინი საბოლოოდ წავიდნენ, რეჟისორმა უთხრა მას, კოტე, ჩვენ ვართ შენი მეგობრები და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით. მაგრამ თუ შენ არ შეცვლი, თუ შენ არ გაუშვებ სოფიკო, ერთ დღეს შენ გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ის წავიდა, არა სხვა მამაკაცთან, არამედ სიკვდილში. იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ართმევენ თავისუფლებას, ართმევენ ცხოვრებას. კოტე დახურა კარი მათ უკან და დარჩა მარტო. ის იჯდა ბნელში და ფიქრობდა მათ სიტყვებზე. მან იცოდა, რომ ისინი მართალი იყვნენ. მან იცოდა, რომ ის კლავდა სოფიკოს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ვერ შეწყვეტდა. იმიტომ, რომ შიში დაკარგვისა იყო უფრო ძლიერი ვიდრე სიყვარული. 1962 წლის აგვისტოში მოხდა ინციდენტი, რომელმაც თითქმის დაასრულა ყველაფერი. სოფიკოს დაურეკა ძველმა მეგობარმა, მსახიობმა, რომელთანაც ის მუშაობდა წლების წინ და მოიწვია მის დაბადების დღეზე. ეს იყო პატარა შეკრება, მხოლოდ ახლო მეგობრები და სოფიკო ძალიან უნდოდა წასვლა. ის უკვე თვეებია არ გასულიყო სახლიდან გარდა რეპეტიციებისა და ის გრძნობდა, რომ იხრჩობოდა იმ 4 კედელში. როცა მან უთხრა კოტეს, რომ უნდოდა წასვლა, კოტემ პირველად თქვა კარგი. სოფიკო იყო გაოცებული და ბედნიერი. ის ფიქრობდა, რომ შესაძლოა კოტე იცვლებოდა, შესაძლოა მისი მეგობრების სიტყვებმა იმოქმედა. მაგრამ როცა ის ემზადებოდა წასასვლელად, კოტემ თქვა, მე წავალ შენთან ერთად. სოფიკოს სცადა ახსნას, რომ ეს იყო მხოლოდ ქალების შეკრება, რომ კოტე იქნებოდა ერთადერთი მამაკაცი და გრძნობდა თავს უხერხულად. მაგრამ კოტე იყო კატეგორიული. მან თქვა, ან მე მივალ შენთან ერთად, ან შენ არ მიხვალ. ისინი წავიდნენ ერთად. შეკრება იყო პატარა ბინაში ძველ თბილისში, სადაც იყო შეკრებული 6 ქალი, ყველა მათგანი მსახიობები ან რეჟისორები. როცა სოფიკო და კოტე შემოვიდნენ, ყველა გაჩუნდა. ისინი იცნობდნენ კოტეს, იცოდნენ მისი რეპუტაცია და არავის უნდოდა პრობლემები. სოფიკო ცდილობდა იყოს ბუნებრივი, ცდილობდა ესაუბრა თავის მეგობრებს, მაგრამ კოტე იჯდა კუთხეში და უყურებდა მას, როგორც ქორი. ყოველ ჯერზე, როცა სოფიკო იცინოდა, კოტე იქნესებოდა. ყოველ ჯერზე, როცა სოფიკო ეხებოდა ვინმეს ხელს მეგობრულად, კოტე იჭიმებოდა. ქალები ამჩნევდნენ ამას და ცდილობდნენ არ გაეღიზებინათ კოტე, მაგრამ ეს იყო შეუძლებელი. ერთ მომენტში, როცა სოფიკო უყვებოდა ისტორიას თავისი ახალი როლის შესახებ და ყველა იცინოდა, კოტე წამოდგა და თქვა, სოფიკო, დრო მივიდა წასვლის. სოფიკო მიუხედა მას და თქვა, მაგრამ ჩვენ ახლახან მოვედით. კოტემ თქვა, მე მითხარი, რომ ეს იქნებოდა მოკლე ვიზიტი. ახლა ჩვენ მივდივართ. სოფიკოს მეგობრები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კოტე, რომ დარჩენილიყვნენ, მაგრამ კოტე იყო უკვე გაბრაზებული. მან თქვა, სოფიკო, ან შენ მოდიხარ ახლა, ან მე მივდივარ მარტო. სოფიკო იცოდა, რომ თუ კოტე წავიდოდა მარტო სახლში იქნებოდა საშინელი სკანდალი. ის ასევე იცოდა, რომ თუ ის დარჩებოდა, კოტე გააკეთებდა რაღაცას საშინელს, შესაძლოა, გაანადგურებდა რაღაცას, შესაძლოა, დაიზიანებდა საკუთარ თავს. ამიტომ ის წამოდგა და თქვა თავის მეგობრებს, უკაცრავად მე უნდა წავიდე. მისი მეგობრები უყურებდნენ მას თანაგრძნობით, მაგრამ არავინ თქვა არაფერი. როცა სოფიკო და კოტე გავიდნენ ბინიდან და დაიწყეს ქუჩაში სიარული, კოტე იყო ჩუმად. სოფიკო ელოდა ყვირილს, ელოდა ბრალდებებს, მაგრამ კოტე მხოლოდ სიარულობდა, ხელები ჯიბეებში ჩაყრილი.
როცა ისინი მივიდნენ სახლთან, კოტემ საბოლოოდ ილაპარაკა. მან თქვა, შენ ძალიან კარგად გრძნობდი თავს იქ. შენ იცინოდი, ლაპარაკობდი, თითქოს მე არ ვიყავი იქ. სოფიკო სცადა ახსნას, რომ ის უბრალოდ ცდილობდა იყოს თავისი მეგობრებისთვის, მაგრამ კოტე არ ისმენდა. მან თქვა, შენ არ გჭირდები მე. შენ გჭირდება მხოლოდ შენი მეგობრები, შენი როლები, შენი თავისუფლება. მე ვარ მხოლოდ ტვირთი შენთვის. სოფიკო შეჩერდა ქუჩაში და მიუბრუნდა კოტეს. პირველად თვეების განმავლობაში მან ილაპარაკა ხმამაღლა, ილაპარაკა ნამდვილად. მან თქვა, დიახ, კოტე, შენ ხარ ტვირთი. შენ ხარ ტვირთი, რომელიც მკლავს ყოველ დღე. შენ ხარ ტვირთი, რომელმაც გაანადგურა ჩემი კარიერა, ჩემი მეგობრობები, ჩემი ცხოვრება. მაგრამ მე ვატარებ ამ ტვირთს, იმიტომ რომ მე მიყვარხარ. მაგრამ რამდენ ხანს შემიძლია ამის ტარება, სანამ მე სრულიად არ ჩავიშლები. კოტე იყო შოკში. ის არასოდეს გაუგონია სოფიკოს ასე ლაპარაკი. მან სცადა რაღაცის თქმა, მაგრამ სოფიკომ გააგრძელა, მე დავკარგე ყველაფერი შენთვის, ჩემი ოჯახი, ჩემი პატივი, ჩემი თავისუფლება. და რა მივიღე სანაცვლოდ? ციხე, სადაც შენ ხარ მცველი და მე ვარ პატიმარი. ეს არ არის სიყვარული, კოტე. ეს არის წამება. კოტე დაიწყო ტირილი. ის იჯდა ქუჩაში, ზურგი მიუღრდნო კედელს და ტიროდა როგორც ბავშვი. მან თქვა, მე ვიცი, რომ მე გკლავ. მაგრამ მე არ ვიცი, როგორ შევწყვიტო. მე ვიშინია, სოფიკო. მე ისე მეშინია დაკარგვისა, რომ მე ვაკეთებ სწორედ იმას, რაც გაგანადგურებს. სოფიკო ჩაუჯდა მის გვერდით. ის ასევე ტიროდა. მან თქვა, მაშინ გაუშვი მე, კოტე. თუ შენ მართლა მიყვარხარ, გაუშვი მე. ნება მომეცი, სუნთქვა, ნება მომეცი ცხოვრება. კოტე მიუხედა მას და თქვა, და თუ მე გაგიშვებ, შენ დარჩები. სოფიკო დუმდა ხანგრძლივად. მერე მან თქვა, მე არ ვიცი. მე მართლა არ ვიცი. ეს პატიოსნება იყო უფრო მტკივნეული, ვიდრე ნებისმიერი სიცრუე. კოტემ მიხვდა, რომ თუ ის გაუშვებდა სოფიკოს, შესაძლოა დაკარგავდა მას. მაგრამ ის ასევე მიხვდა, რომ თუ არ გაუშვებდა, აბსოლუტურად დაკარგავდა მას, არა სხვა მამაკაცისთვის, არამედ სიკვდილისთვის. ისინი იჯდნენ იქ ქუჩაში, ორი ადამიანი, რომლებმაც გაანადგურეს ორი ოჯახი სიყვარულის სახელით და ახლა აღმოაჩინეს, რომ ეს სიყვარული იყო გახდა მათი საკუთარი განადგურების იარაღი. კოტემ საბოლოოდ თქვა, მე ვეცდები შევცვალო, ვეცდები გაგიშვა. მაგრამ შენ უნდა დამპირდე, რომ არ დამტოვებ. შენ უნდა დამპირდე, რომ მიეცი შანსი. სოფიკომ მიუხედა მას და თქვა, მე დაგპირდები, რომ მოგცემ შანსს. მაგრამ კოტე, ეს არის ბოლო შანსი. თუ შენ არ შეცვლი, თუ შენ არ გამიშვებ, მე წავალ. და ამჯერად არაფერი შემაჩერებს, არც შენი ცრემლები, არც შენი მუქარები, არაფერი. კოტემ კივნა და თქვა, მე ვიცი. ისინი წამოდგნენ და წავიდნენ სახლში, ხელები ერთმანეთს ეჭირათ, მაგრამ ორივე იცოდა, რომ ეს იყო მყიფე ზავი, რომელიც შეეძლო გაწყვეტა ნებისმიერ მომენტში. მაგრამ შეცვლიდა თუ არა კოტე? შეძლებდა თუ არა ის დაძლევას თავისი ეჭვიანობის, თავისი შიშის, თავისი კონტროლის მოთხოვნილების? და რაც მთავარია, იყო თუ არა უკვე გვიან. იყო თუ არა სოფიკო უკვე ისე დაზიანებული, ისე გატეხილი, რომ თუნდაც კოტე შეცვლილიყო, ის ვერ გამოჯანმრთელდებოდა. ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი მოვიდოდა მალე და ეს პასუხები განსაზღვრავდა არა მხოლოდ მათ ბედს, არამედ მთელი თბილისის თეატრალური სამყაროს ბედს, რომელიც უყურებდა ამ ტრაგედიას როგორც თავის საკუთარ სარკეს. მაგრამ ის, რაც მოხდა 1979 წლის გაზაფხულზე, არავინ ელოდა, თუნდაც თავად სოფიკომ და კოტემ. ერთ დილას, როცა კოტე გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ სოფიკო არ იყო საწოლში. ის გავიდა სამზარეულოში და დაინახა ის, რომელიც იჯდა მაგიდასთან, წინ გაშლილი ფინანსური დოკუმენტები და ძველი საბანკო წიგნაკები. სოფიკოს სახე იყო ფერმკრთალი, თითქოს მან ღამე გაატარა ძილის გარეშე. როცა კოტემ ჰკითხა, რა ხდებოდა, სოფიკომ მიუთითა დოკუმენტებზე და თქვა, კოტეს სად არის ფული. კოტე არ ესმოდა, რაზე ლაპარაკობდა ის. სოფიკომ აიღო ერთი საბანკო წიგნაკი, ის, რომელიც იყო გახსნილი მათ საერთო სახელზე 1965 წელს, როცა ისინი ჯერ კიდევ იყვნენ ბედნიერები და ოცნებობდნენ საერთო მომავალზე. მან თქვა, ამ ანგარიშზე უნდა იყოს 30,000 მანეთი, ფული, რომელიც ჩვენ დავზოგეთ ჩემი ფილმებიდან და შენი სპექტაკლებიდან. ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სახლისთვის. მაგრამ აქ რჩება მხოლოდ 2,000.
კოტე გაჩუმდა. მისი სახე გაწითლდა, მაგრამ ის არაფერს ამბობდა. სოფიკომ გააგრძელა, მე გუშინ წავედი ბანკში, იმიტომ რომ მინდოდა შემემოწმებინა ჩვენი დანაზოგები. მე ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ჩვენ შეგვეძლო ახალი ბინის ყიდვა, ბინა, სადაც ჩვენ შეგვეძლებოდა ახალი დაწყება. მაგრამ თანამშრომელმა მითხრა, რომ ფული გამოტანილი იყო, არა ერთხელ, არამედ 10-ჯერ მცირე თანხებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში. კოტე საბოლოოდ ჩამოჯდა. მან თქვა, სოფიკო, მე შემიძლია ახსნა. მაგრამ სოფიკო აღარ ისმენდა ახსნა განმარტებებს. ის იყო დაღლილი ახსნა განმარტებებით, დაღლილი დაპირებებით, დაღლილი ყველაფრით. მან თქვა, სად არის ფული, კოტე? სად არის ჩვენი მომავალი? კოტე დუმდა ხანგრძლივად, მერე თქვა, მე დავხარჯე ის. სოფიკომ ჰკითხა, რაზე? რაზე დახარჯე 28,000 მანეთი? კოტე წამოდგა და მივიდა ფანჯარასთან. მან თქვა, მე ვიხდიდი ადამიანებს. სოფიკო არ ესმოდა. მან ჰკითხა, რა ადამიანებს? კოტემ მიუბრუნდა მას და მისი თვალები იყო სავსე სირცხვილით. მან თქვა, ადამიანებს, რომლებიც მაკვირვებდნენ შენ. ადამიანებს, რომლებიც მითხრობდნენ, სად იყავი, ვისთან ლაპარაკობდი, რას აკეთებდი, როცა მე არ ვიყავი შენთან. სოფიკო იგრძნო, რომ ოთახი ტრიალებდა. ის ჩამოჯდა სკამზე, რადგან ფეხები აღარ უჭერდა. მან თქვა, შენ იხდიდი ადამიანებს, რომ მეთვალთვალებინათ. კოტემ კივნა, დიახ. მე ვიხდიდი თეატრის თანამშრომლებს, ვიხდიდი ტაქსის მძღოლებს, ვიხდიდი თუნდაც ჩვენს მეზობლებს. მე უნდა მეწოდინა, სად იყავი ყოველ წამს, რადგან მე ვეშინოდა. სოფიკო შეწყვიტა მისი ლაპარაკი. მან თქვა, შენ ვეშინოდი რისი? რომ მე გაღალატებდი? რომ მე შეგიცვლიდი? კოტე, მე დავტოვე ყველაფერი შენთვის, ჩემი ქმარი, ჩემი რეპუტაცია, ჩემი კარიერა. მე უარი ვთქვი პარაჯანოვზე, უარი ვთქვი როლებზე, რომლებიც შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. მე გავხდიტყვე ამ 4 კედელში. და შენ ჯერ კიდევ არ გჯეროდა? შენ ჯერ კიდევ იხდიდი ადამიანებს, რომ დარწმუნებულიყავი? კოტე დაიწყო ტირილი. მან თქვა, მე ვიცი, რომ ეს იყო შეშლილობა. მაგრამ მე არ შემეძლო სხვაგვარად. ყოველ ჯერზე, როცა შენ გადიოდი იმ კარიდან, მე ვფიქრობდი, ეს არის ბოლო ჯერ, როცა მე ვხედავ მას. ის წავა და აღარასოდეს დაბრუნდება. სოფიკო იჯდა და უყურებდა მას, ამ კაცს, რომლისთვისაც მან გაანადგურა 2 ოჯახი, ამ კაცს, რომელიც აღმოჩნდა არა გმირი, არამედ შეშლილი ტირანი, რომელიც ხარჯავდა მათ მომავალს იმისთვის, რომ დაიკურვებინა საკუთარი ცოლი. მან თქვა, კოტე, ეს ფული იყო ჩვენი ერთადერთი იმედი. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც გქონდა. და შენ დახარჯე ის ჩემზე თვალთვალისთვის. კოტე მივიდა მასთან და დაიჩოქა მის წინ. მან თქვა, მე დაგიბრუნებ ფულს. მე იმუშავებ უფრო მეტს, აიღებ უფრო მეტ როლებს. მე აღვადგენ ყველაფერს. მაგრამ სოფიკო თავს აქნევდა. მან თქვა, შენ ვერ აღადგენ ნდობას, კოტე. შენ ვერ აღადგენ იმას, რაც გატეხე. იმ დღის შემდეგ რაღაც საბოლოოდ გატყდა სოფიკოში. ის აღარ ტიროდა, აღარ ყვიროდა, აღარ ცდილობდა. ის უბრალოდ არსებობდა, ჭამდა, სცინავდა, მუშაობდა, მაგრამ ის ცეცხლი, რომელიც ოდესღაც ანთებდა მას, სრულიად ჩაქრა. კოტე ამჩნევდა ამას და ეს აწამებდა მას უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სკანდალი. ის ცდილობდა დაებრუნებინა ის ძველი სოფიკო, იდულობდა მას ყვავილებს, ამზადებდა საყვარელ საჭმელს, ამბობდა ტკბილ სიტყვებს. მაგრამ სოფიკო მხოლოდ ღიმოდა ცივად და ამბობდა მადლობა. ერთ საღამოს, როცა კოტე კვლავ ცდილობდა მასთან დაახლოებას, სოფიკომ უთხრა, კოტე, შეწყვიტე. შენ უკვე მოიგე. შენ გამაქცია ის, რაც უნდოდა, მორჩილი ცოლი, რომელიც არ ეჩხუბება, არ კითხულობს, არ ცდილობს. მაგრამ იცი რა? ეს გამარჯვება არის შენი დამარცხება. იმიტომ რომ ის ქალი, რომელსაც შენ შეუყვარდი, ის ქალი, რომლისთვისაც შენ დატოვე შენი ოჯახი, ის ქალი მკვდარია. და შენ მოკალი ის. 1969 წლის ზაფხულში თბილისში გავრცელდა ჭორი, რომელმაც შეაშფოთა მთელი თეატრალური სამყარო. ამბობდნენ, რომ სოფიკო ჭიაურელი დადიოდა ძველ ქალაქში და ეძებდა ერთ ქალს, რომელსაც უწოდებდნენ მკითხველს, ქალს, რომელიც შეეძლო წაიკითხა ადამიანის ბედი და გაეხსნა წყევლები. ეს ქალი ცხოვრობდა პატარა სახლში ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში, სადაც არც ელექტროობა იყო, არც წყალი. ადამიანები მიდიოდნენ მასთან ღამით, ფარულად, რადგან ოფიციალურად ასეთი რამ იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში. მაგრამ სოფიკო აღარ აინტერესებდა, რა იყო აკრძალული და რა არა.
ის უნდოდა პასუხები იმაზე, რატომ მოხდა ყველაფერი ასე, რატომ გახდა მისი სიყვარული წყევლა. ერთ ღამეს, როცა კოტე იყო სპექტაკლზე, სოფიკო გავიდა სახლიდან და წავიდა იმ ქალთან. მეზობელი, რომელიც დაინახა სოფიკო იმ ღამეს და ახლა 50 წლის შემდეგ პირველად ლაპარაკობს იხსენებს, მე დავინახე სოფიკო როგორც გადიოდა ჩემი ფანჯრის ქვეშ. ის იყო შავად ჩაცმული, თავზე შარფი ეხვია და მისი სახე იყო ისეთი ფერმკრთალი, რომ მე გავიფიქრე, ეს არის მოჩვენება, არა ცოცხალი ადამიანი. სოფიკო მივიდა იმ სახლთან და დააკაკუნა კარზე. კარი გაიღო ძველმა ქალმა, რომლის თვალები იყო თეთრი კატარაქტისგან, მაგრამ რომელიც, როგორც ამბობდნენ, ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ქალმა მიუთითა სოფიკოს შესვლა და თქვა, მე ველოდი შენ. მე ვიცოდი, რომ მოხვალ. ისინი ჩამოჭდნენ პატარა ოთახში, სადაც იცვოდა სანთლები და ჰაერი იყო სავსე უცნაური სუნებით, ბალახებით, საკმეველით, რაღაც ძველით და დავიწყებულით. ქალმა აიღო სოფიკოს ხელები და დიდხანს უყურებდა მათ. მერე მან თქვა, შენ მოხვედი აქ, რომ გაიგო, რატომ გტანჯავს. მაგრამ შენ უკვე იცი პასუხი. შენ იცი, რომ ის, რაც შენთან ხდება, არის არა წყევლა გარედან, არამედ წყევლა შიგნიდან, წყევლა, რომელიც შენ თავად შექმენი, როცა გაანადგურე ორი ოჯახი სიყვარულის სახელით. სოფიკო სცადა ხელების გათავისუფლება, მაგრამ ქალი ეჭირა მათ მტკიცედ. მან გააგრძელა, შენ ფიქრობდი, რომ სიყვარული გაამართლებს ყველაფერს. მაგრამ სიყვარული, რომელიც აშენებულია სხვების ნანგრევებზე, არასოდეს იქნება ბედნიერი. ის ყოველთვის იქნება მოწამლული იმ ცრემლებით, რომლებიც შენ გამოიწვიე. სოფიკო დაიწყო ტირილი. მან ჰკითხა, მაშინ რა უნდა გავაკეთო? როგორ გავათავისუფლო თავი ამ წყევლისგან? ქალმა თქვა, შენ უნდა გაუშვა ის, რაც გიჭერს. შენ უნდა გაუშვა კოტე, არა იმიტომ, რომ ის არის ცუდი კაცი, არამედ იმიტომ, რომ თქვენი სიყვარული გახდა შხამი ორივესთვის. შენ უნდა გაუშვა დანაშაული, რომელიც გტანჯავს. შენ უნდა აღიარო, რომ შენ გააკეთე შეცდომა და მიიღო ეს შეცდომა. მაგრამ მერე ქალმა თქვა რაღაც, რამაც გააკინა სოფიკოს სისხლი. მან თქვა, მაგრამ იცოდე, თუ შენ წახვალ, თუ შენ დატოვებ კოტეს, ის არ გადარჩება. მე ვხედავ მის ბედს და ის არის ბნელი. ის კაცი არის მიბმული შენზე ისე, რომ თუ შენ გაწყვეტ ამ ძაბს, ის ჩამოვარდება უფსკრულში. სოფიკო ჰკითხა, მაშინ რა უნდა გავაკეთო? უნდა დავრჩე და მოვკვდე ნელა, თუ წავიდე და ვიყო პასუხისმგებელი მის სიკვდილზე. ქალმა გაუშვა მისი ხელები და თქვა, ეს არის არჩევანი, რომელიც მხოლოდ შენ შეგიძლია გააკეთო. მაგრამ იცოდე, ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც შენ გააკეთებ, იქნება მტკივნეული. იმიტომ, რომ ზოგიერთი შეცდომა არის ისეთი დიდი, რომ მისი გამოსწორება მოითხოვს მსხვერპლს. სოფიკო დაბრუნდა სახლში იმ ღამეს სრულიად შეცვლილი. ის იცოდა, რომ ქალი მართალი იყო, მისი სიყვარული კოტესთან იყო წყევლა, რომელიც ანადგურებდა ორივეს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ვერ წავიდოდა, რადგან თუ წავიდოდა, კოტე მოკვდებოდა. და ის უკვე იყო პასუხისმგებელი ძალიან ბევრი ადამიანის ტანჯვაზე, შენგელაიას, კოტეს ყოფილი ცოლის, მათი შვილების. ის ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი კიდევ ერთი სიკვდილისთვის. როცა კოტე დაბრუნდა სპექტაკლიდან და დაინახა სოფიკო, რომელიც იჯდა ბნელში, მან ჰკითხა, სად იყავი? სოფიკომ უპასუხა, მე ვიყავი იქ, სადაც უნდა ყოფილიყავი დიდი ხნის წინ, ვეძებდი პასუხებს. კოტე ჩამოჯდა მის გვერდით და ჰკითხა, და იპოვე პასუხები. სოფიკომ კივნა და თქვა, დიახ, მე იპოვე. მაგრამ ისინი არ არის ის პასუხები, რომლებიც მინდოდა. მომდევნო თვეების განმავლობაში კოტე დაიწყო ცვლილება, მაგრამ არა ისეთი, როგორც სოფიკო იმედოვნებდა. მისი ეჭვიანობა არ შემცირდა, ის გაიზარდა, მაგრამ მიიღო სხვა ფორმა. ის აღარ ყვიროდა, აღარ აკონტროლებდა ღიად. ის გახდა უფრო ფარული, უფრო საშიში. ის იწყებდა ღამით ღვიძებას და უყურებდა სოფიკოს, როგორც ის იძინებდა. ის იწყებდა ჩანაწერების წარმოებას, წერდა, სად იყო სოფიკო, რა დრო დახარჯა, ვისთან ლაპარაკობდა. ერთხელ სოფიკომ იპოვა ეს ჩანაწერები, მთელი რვეული სავსე კოტეს ხელწერით, სადაც იყო დეტალური აღწერა მისი ყოველი დღისა ბოლო 6 თვის განმავლობაში. ის წაიკითხა, 1969 წლის მარტის 10, სოფიკო გავიდა სახლიდან 9 საათზე დილით. თქვა, რომ მიდის რეპეტიციაზე. დაბრუნდა 6 საათზე საღამოს. დაგვიანდა 30 წუთით. როცა ვკითხე, რატომ დაგვიანდა, თქვა, რომ ავტობუსი არ მოსულა. მაგრამ მისი თვალები არ უყურებდა ჩემს თვალებს, როცა ამბობდა ამას. ის მალავს რაღაცას.
სოფიკო იგრძნო ზარი, ეს აღარ იყო უბრალოდ ეჩვიანობა, ეს იყო რაღაც უფრო ღრმა რაღაც, რაც ჰგავდა შეშლილობას. ის ესაუბრა კოტეს იმ ღამეს. მან უთხრა, კოტე, შენ წერ ჩემზე როგორც გამომძიებელი დანაშაულის შესახებ. ეს არ არის ნორმალური. კოტე არ უარყოფდა. მან თქვა, მე ვიცი, რომ ეს არ არის ნორმალური. მაგრამ მე ვერ ვაკონტროლებ ამას. ყოველ ღამეს მე ვიღვიძებ და ვფიქრობ, სად არის ის? რას აკეთებს? ვის ეფიქრობს? და ეს ფიქრები მკლავენ, სოფიკო. ისინი მკლავენ ისე, რომ მე ვერ ვსუნთქავ. სოფიკომ ვკითხა, მაშინ რატომ არ წახვალ ექიმთან? რატომ არ მოითხოვ დახმარებას? კოტე დაიცინა, ცივი, უსიამოვნო სიცილი. მან თქვა, იმიტომ რომ ექიმი მეტყვის, რომ მე ვარ შეშლილი. და თუ მე ვარ შეშლილი, მაშინ ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არის უაზრო. მაშინ ყველაფერი, რისთვისაც მე გავანადგურე ჩემი ოჯახი, არის უაზრო. სოფიკო მიხვდა, რომ კოტე იყო ჩაკეტილი თავის საკუთარ ჯოჯოხეთში, რომელიც შექმნილი იყო მისი საკუთარი შიშებით და ეჭვებით. და ის სოფიკო იყო ტყვე ამ ჯოჯოხეთში, რადგან თუ ის წავიდოდა, კოტე დარჩებოდა მარტო იქ და დაიკარგებოდა სრულიად. 1969 წლის შემოდგომაზე სოფიკო დაიწყო საკუთარი საიდუმლოების შენახვა, არა იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაიმე დასამალი, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა რაღაც, რაც იქნებოდა მხოლოდ მისი, რაზეც კოტეს არ ექნებოდა კონტროლი. ის დაიწყო დღიურის წერა, არა ძველ დღიურში, რომელსაც კოტე ოდესღაც წაიკითხა, არამედ ახალში, რომელსაც ის ინახავდა თეატრში, თავის გრიმიორში, სადაც კოტე არასოდეს მოდიოდა. ამ დღიურში სოფიკო წერდა ყველაფერს, თავის ფიქრებს, თავის შიშებს, თავის ოცნებებს. ის წერდა იმაზე, როგორ ოცნებობდა თავისუფლებაზე, როგორ ოცნებობდა ცხოვრებაზე, სადაც ის არ იქნებოდა მუდმივი თვალთვალის ქვეშ. მაგრამ ის ასევე წერდა იმაზეც, რომ ვერ წავიდოდა, რადგან უყვარდა კოტე, უყვარდა ის შეშლილი, ავადმყოფი, გატეხილი კაცი, რომელიც ოდესღაც იყო მისი გმირი. გრიმიორმა, რომელიც ინახავდა ამ დღიურს სოფიკოსთვის და ახლა 50 წლის შემდეგ პირველად ლაპარაკობს იხსენებს, სოფიკო მოდიოდა ყოველ დღე, თუნდაც როცა არ იყო რეპეტიცია და წერდა იმ დღიურში. ზოგჯერ ისტიროდა წერისას, ზოგჯერ ღიმოდა. ერთხელ მე ვკითხე მას, სოფიკო, რატომ არ წახვალ? რატომ რჩები იმ კაცთან, რომელიც გკლავს? და მან მითხრა, იმიტომ რომ თუ მე წავალ, ის მოკვდება. და მე უკვე ვარ პასუხისმგებელი ძალიან ბევრი ადამიანის ტანჯვაზე. მე არ შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი მის სიკვდილზეც. მაგრამ იყო კიდევ ერთი საიდუმლო, რომელსაც სოფიკო ინახავდა, საიდუმლო, რომელიც იყო უფრო მძიმე, ვიდრე ნებისმიერი დღიური. 1969 წლის ოქტომბერში სოფიკომ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. ის იყო შოკში, ისინი კოტესთან არ გეგმავდნენ ბავშვს, არასოდეს არ საუბრობდნენ ამაზე. მაგრამ ახლა როცა ის იჯდა ექიმის კაბინეტში და ისმენდა დიაგნოზს, ის გრძნობდა ორ ემოციას ერთდროულად, სიხარულს და საშინელ შიშს. სიხარულს, რადგან ეს ბავშვი იქნებოდა რაღაც ახალი, რაღაც სუფთა, რაღაც, რაც არ იქნებოდა დაბინძურებული მათი წარსულით. მაგრამ ასევე შიშს, რადგან ის იცოდა, თუ ისშობდა ამ ბავშვს, ის არასოდეს ვერ წავიდოდა კოტესთან. ის იქნებოდა მიბმული მასზე სამუდამოდ, არა მხოლოდ სიყვარულით, არამედ ბავშვით. ექიმმა ჰკითხა მას, თქვენ გინდათ ეს ბავშვი? სოფიკო დუმდა ხანგრძლივად. მერე მან თქვა, მე არ ვიცი. ექიმმა, რომელიც იყო ქალი და რომელიც ხედავდა ბევრ რამეს თავის პრაქტიკაში, თქვა, სოფიკო, მე ვიცი, ვინ ხარ შენ და ვინ არის შენი ქმარი. მე ვიცი, რა ხდება თქვენს ოჯახში. და მე გეტყვი, ბავშვი, რომელიც იბადება ასეთ გარემოში, არ იქნება ბედნიერი. ფიქრობ ამაზე. სოფიკო დაბრუნდა სახლში და არაფერი უთხრა კოტეს. ის იჯდა სამზარეულოში, ხელი მუცელზე ედო და ფიქრობდა. ის ფიქრობდა იმ ბავშვზე, რომელიც იზრდებოდა მის შიგნით, ბავშვზე, რომელიც იქნებოდა ნახევარი ის, ნახევარი კოტე. ის ფიქრობდა, როგორ იზრდებოდა ეს ბავშვი ოჯახში, სადაც მამა იყო შეშლილი ეჭვიანობით, სადაც დედა იყო ტყვე. ის ფიქრობდა, როგორ ნახავდა ეს ბავშვი სკანდალებს, ცრემლებს, კონტროლს. და ის მიხვდა, ის ვერ შობდა ამ ბავშვს. ის ვერ მოიყვანდა კიდევ ერთ ადამიანს ამ ჯოჯოხეთში. მომდევნო კვირაში სოფიკო წავიდა კლინიკაში და გააკეთა აბორტი. ის არ უთხრა კოტეს, არ უთხრა არავის. ის უბრალოდ წავიდა, გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და დაბრუნდა სახლში. იმ საღამოს, როცა ის იწვა საწოლში და გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს, რომელიც არაფერი იყო შედარებით იმ ემოციურ ტკივილთან, რომელიც აწამებდა მას, ის წერდა თავის დღიურში, დღეს მე მოვკალი ჩემი ბავშვი.
მე მოუკალი ის, რადგან მე არ მინდოდა, რომ ის ცხოვრობდა იმ ჯოჯოხეთში, სადაც მე ვცხოვრობ. ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც მე ოდესმე გამიკეთებია. მაგრამ ეს ასევე არის ყველაზე მოწყალე რამ, რაც მე შემეძლო გამეკეთებინა იმ ბავშვისთვის. 50 წლის შემდეგ 2008 წელს, როცა სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა 71 წლის ასაკში, მთელი საქართველო გლოვობდა. მისი დაკრძალვა იყო ეროვნული მოღვაწის დაკრძალვა, ათასობით ადამიანი მოვიდა დასამშვიდობებლად. და იქ ხალხში იდგა ერთი მოხუცი კაცი, კოტე მახარაძე, რომელიც იმ დროისთვის იყო 80 წლის. ის იდგა შორიდან, არ უახლოვდებოდა საფლავს, მხოლოდ უყურებდა. ადამიანები, რომლებმაც დაინახეს ის, ამბობდნენ, რომ მისი სახე იყო ისეთი, რომ შეუძლებელი იყო აღწერა, იქ იყო სევდა, სინანული, სიყვარული და რაღაც სხვა, რაც შესაძლოა იყო შვებულება. დაკრძალვის შემდეგ კოტე მივიდა საფლავთან, როცა ყველა წავიდა. ის დადგა იქ ხელში ყვავილები და ლაპარაკობდა სოფიკოსთან, თითქოს ის ისმენდა. მან თქვა, მე ვიცი, რომ მე გაგანადგურე. მე ვიცი, რომ ჩემი სიყვარული იყო შხამი. მაგრამ იცოდე, ეს იყო ერთადერთი სიყვარული, რომელიც მე ოდესმე მქონდა. ყველაფერი სხვა, რაც მოვიდა შენ შემდეგ, იყო მხოლოდ ჩრდილი. ის დადო ყვავილები და წავიდა. 6 თვის შემდეგ კოტე მახარაძე ასევე გარდაიცვალა. ზოგიერთი ამბობდა, რომ ის მოკვდა გატეხილი გულით, რომ ის ვერ გაუძლო სოფიკოს გარეშე ცხოვრებას. მაგრამ რჩება კითხვა, რომელზეც არავინ არ იცის პასუხი, იყო თუ არა მათი სიყვარული ნამდვილი. იყო თუ არა ის ღირებული იმ ყველაფრისა, რაც მათ გაანადგურეს, ორი ოჯახი, უამრავი ადამიანის ბედნიერება, მათი საკუთარი ცხოვრება. ზოგი ამბობს, რომ დიახ, რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის არის ღირებული, თუნდაც ის იყოს დესტრუქციული. სხვები ამბობენ, რომ არა, რომ სიყვარული, რომელიც აშენებულია სხვების ტანჯვაზე, არასოდეს არის ღირებული. მაგრამ შესაძლოა სიმართლე არის სადღაც შუაში, შესაძლოა მათი სიყვარული იყო ორივე, ნამდვილი და დესტრუქციული, ლამაზი და საშინელი, ღირებული და უაზრო. შესაძლოა ზოგიერთი სიყვარული უბრალოდ არის ისეთი ძლიერი, რომ ის ანადგურებს ყველაფერს თავის გზაზე, მათ შორის თავად იმ ადამიანებს, რომლებიც უყვართ ერთმანეთი. მეგობრებო, როგორ უყურებთ სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძის ისტორიას? იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლნი საკუთარი ვნებისა, თუ თავად იყვნენ პასუხისმგებელნი იმ ტრაგედიაზე, რომელიც შექმნეს? იყო თუ არა მათი სიყვარული ნამდვილი, თუ ეს იყო მხოლოდ შეშლილობა, რომელსაც ისინი უწოდებდნენ სიყვარულს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, ახსოვთ თუ არა ეს ლეგენდარული წყვილი თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში. დააჭირეთ მოწონებას სიმართლისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ჩვენი კულტურა, ისტორიები, რომლებიც არის ლამაზი და საშინელი, ნათელი და ბნელი, ისევე როგორც თავად ცხოვრება.